გამარჯობათ, მოგესალმებით, პატივცემულებო, ჩვენო რადიო მსმენელებო და ტელემაყურებლებო. დღესაც სამეული ვართ თქვენს წინაშე, დაახლოებით ალბათ 50 წუთის განმავლობაში ვიქნებით თქვენთან ერთად. ბატონები ოთარ ჭითანავა, თორნიკე კივილაძე და მე ტელემაყურებლებს. ბექა თაუბერი კაპანაძე. მოგეხსენებათ დღევანდელი დღის დათვირთვა. იმდენად საყოველთაო დღეა დღევანდელი დღე, ასე ვთქვათ, საერო და საყოველთაო დღეა, რომ მთელ ქვეყანას, მთელ დუნიას შეიძლება მიულოცო მთელ მსოფლიოს, რადგან მსოფლიოს ფაშიზმზე გამარჯვების დღეა ნამდვილად და პირუთვნელად. ფაშიზმის ონტოლოგია ძალიან დიდია, ჩვენ ამაზე არ ფოკუსირდებით. ფაშიზმი ამ ცნობილ ფაშიზმამდე დიდი ხნის დაწყებულია, ქრისტემდე და ასე შემდეგ. ფაშიზმი ადამის მიმართაც გამოიჩინა, ასე ვთქვათ, ვინც გამოიჩინა და შემდეგ ადამის შვილებს შორის მოხდა ესეთი ფაშისტური ქმედებები, ასე რომ ჩვენ ამ მე-20 საუკუნეში მომხდარ მართლაც საუკუნის სამამულო ომზეა საუბარი, სადაც ყველამ კარგად ვიცით თქვენი ჭირიმეთ რაოდენ დიდია წილი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისა, სისხლით გაღებული, მსხვერპლშეწირვისა, რომელთაც მართლა თავი დაძდეს ქვეყნისათვის, მას საბჭოეთი ერქვა თუ არ ერქვა, იცით, ეროვნება არა აქვს, როგორც ფაშიზმს არა აქვს ეროვნება დამეთანხმებით, ფერი, სქესი და ასე შემდეგ ასაკიც, ალბათ. ასევე ფაშიზმთან ბრძოლასაც არა აქვს, რა თქმა უნდა, ეროვნება და ასე შემდეგ, ხომ? არც აღმსარებლობა ბატონებო. სრულიად კაცთმოყარე და ესე ვთქვათ, ჰუმანისტური მართლაც სოფლიოს გაგებით და ამ კუთხით, როგორ შეიძლება ჩვენ თვითოულ მათგანს არ მიულოცოთ დღევანდელი დღესასწაული. დღესასწაული არა, დღევანდელი დღე. თუმცა დამეთანხმებით ალბათ ოთარ თორნიკე, რომ სასწაული მაინც იყო ის, რადგან რა მდგომარეობაშიც იყო მაშინ ეს დიდი ქვეყანა კარგად გვახსოვს და უფლისნებითა და განგებულებით შემდეგ 5 წელიწადში, დაახლოებით 5 წელიწადში, როგორ მოხდა, რომ გაიმარჯვა ფაშიზმზე, ხომ? ანუ ყველამ გავიმარჯვეთ. ჩვენს ვეტერანებს მიულოცოთ პირველ რიგში, ვეტერანებს მოგესალმებით და მინდა ძალიან დიდხანს სიცოცხლოთ, რომ თქვენ ხართ ნიმუში, რა თქმა უნდა, სიმამაცისა, მხედრული სული რას წარმოადგენს, აი ემისა და ჩვენს გულის გასახარად და ბევრის გულის გასახარად დიდხანს იყავით, ჯანმრთელი სიცოცხლით იცოცხლეთ თქვენი ჭირიმეთ. ღვთისწყალობა გქონდეთ თქვენ და რა თქმა უნდა აღსრულებულნი, გარდაცვლილნი, დაღუპულნი, გმირულად დაცემული ადამიანები უფალმა მოიხსენიოს თავის სასუფეველში თორნიკე, რამე თუ ესენი ჩვენი ღირსეული წინაპარნი არიან, ესენი იმ დიდ წინაპართან ნაკვალევში ბრძანდებიან, რომელთაც თავიანთი სიცოცხლის გაღებით დაამტკიცეს, დაადასტურეს და დაამოწმეს ამ ქვეყნის ერთგულება და მათი მონაპოვარია, მათი მადლია ასევე ღვთისშეწევლით, რომ დღეს ჩვენ სახეზე ვართ და ჩვენი ქვეყანა რის ვაიგვაგლახით დღეს ვარსებობთ. მე მინდა მიულოცო ჩვენს რიგებში მყოფ აუცილებლად ამ პოლიტერთობაში დამეთანხმებით. გვყავს ჩვენ ღვაწლმოსილი ადამიანები, რა თქმა უნდა, ჩვენს გურამ ნიკოლაიშვილს მიულოცოთ აქედან და ამ ჩვენს პროფესიონალ გენერალ მართლა ღირსეულ კვალიფიციურ გენერალს და იმ ადამიანს, რომელსაც არაერთი სიკეთი აქვს გაკეთებული, ასე ვთქვათ, გაღებული ჩვენი ქვეყნის მიმართებაში. ჭკუა საკითხავ ადამიანს, ხო? გილოცავთ ბატონ გურამ, ჩვენს მალხას თოფურიას მიულოცოთ, ასევე მხედრული სულის უმამაცეს ადამიანს, თვითონ თქვენთანაც გილოცავთ, მეგობრებო. ჩვენი ქვეყნის ზოგი ფორმიანი და ზოგი უფორმო ჯარისკაცები ვართ, ბატონებო. რომელი ჯარისკაცი და ასე ვთქვათ, არმიის წევრი იყო ეხლა ირმა ინაშვილი, ჯერ კიდევ მცირე ასაკისა რომ წაბრძანდა. და ის ცხელი წერტილი არც ერთი არ აკდა, ჩემო კარგებო, არც სამაჩაბლო, არც აფხაზეთი, რომ თავის სიცოცხლე მართლა რისკის ქვეშ დააყენა ამ მცირეწლოვანმა გოგომ, სრულიად შეგნებულად, ბატონებო. განა მას არ უნდა მიულოცოთ, ის არ არის მართლა მხედრული სულის და მართლა იმ გმირ დედაკაცთა
ჩვენს ისტორიულ გმირ დედაკაცსა მადლით ცხებული ადამიანი? ასევე ბატონ დავითს და ყველას აბსოლუტურად მინდა მთელს ქვეყანას სოფლიოს მიულოცო ეს დღე. თუმცა აქვე შეიძლება ესეც ითქვას, რომ ყოველ ეპოქას თავისი ფაშიზმი აქვს, თავის ეპოქაში, თავისთავად, იცით, ჩვენ გავიარეთ, უпростоრად, ხო გავიარეთ, არ გადაგვიტანია ჯერ ის ფაშიზმი, კონკრეტულად, რაც ყველას კარგად გვახსოვს, ხო? საუბედუროდ ის ფაშიზმი იმ წინა რეჟიმისა დღესაც გრძელდება, ამის გამო ვთქვი, რომ ჩვენ არ გადაგვიტანია საუბედუროდ, უბრალოდ გავიარეთ თითქოს რაღაცები, ძალიან კარგად გვახსოვს, მაგრამ საუბედუროდ გრძელდება ბატონებო. მე ამ ღირსეული შინაარსებით დატვირთულ ფორმატს ნამდვილად არ მინდა გადაუხვიო და ცოტა სხვა სახე შევძინო, რადგან დღეს შემდეგ და შემდეგ ჩვენ გამოვაცხადებთ, როდესაც ზარებიც გვინდა თქვენი შემოვიდეს, მოსალოციც მოვისმინოთ ალბათ და ჩვენც მოგილოცოთ ბატონებო, ყველა ასაკის ადამიანი იცით ობიექტივის ტელევიზია უპრეცედენტოა ამ კუთხითაც, რომ ყველა ადამიანს შეუძლია დარეკოს და თავისი აზრი, როგორიც არ უნდა იყოს, ის გამოთქვას. ხო და გათვალისწინებით იმისა, რომ ფორმატის სახეცვლილება არ მსურდა, მაინც ვიტყვი რა ერთი ორს. იცით, ჩვენ ყველას გვმართებს საერთოდ ყველას აბსოლუტურად ნებისმიერი ლოკალური მცირე თუ დიდი მასშტაბის ფაშიზმთან ბრძოლა. განა ფაშიზმი არ არის, არ კვალიფიცირდება ფაშიზმად ის, რომ ჩვენ დღევანდელობაში ძალიან ბევრ ბავშვს ვკლავთ მუცელში. აი როცა ამას ვშავდივართ, ეს ფაშიზმი არ არის. ფაშიზმად არ კვალიფიცირდება ბატონებო, როცა ხელისუფლება წოდებული, ასე ვთქვათ, რაღაც ორგანო, მე დავარქვი მათ ქონების მართვის სააგენტო, მართლაც ხერხემალში ამტვრევს სხვა აზრის, ოდნავ განსხვავებული აზრის გამომხატველ ადამიანებს, ეს ახალგაზრდები იქნებიან თუ არ იქნებიან ახალგაზრდები, მათთვის ხო მნიშვნელობა არ აქვს მას. განა ფაშიზმი არ არის, როცა ბავშვები ყველგან მეგობრებო და სადაც გინდათ იქ. ეს არ არის უტრირება, არ არის მოგონილი, ეს ძალიან ტკივილიანი ნათქვამია და ყველას პასუხისმგებლობაა, განსაკუთრებით ოფიციოზისა. ფაშიზმი არ არის, როცა ბავშვები შიმშილობენ და გაქსუებულები ეხლა ვინც ბრძანდებით, დადიხართ და ამოყორვით ახართ, ხოლოდ ასე ვთქვათ, დაკავებულნი რა, მთელი ოჯახებით რა. ეს პირდაპირი გაგებით ვამბობ ამას. ეს არ არის ფაშიზმი? ან კონკრეტულად ფაშიზმად არ უნდა დაკვალიფიცირდეს ის, რომ როცა ვითომ ასამართლებ რეჟიმს, ამ დროს აფინანსებ კიდევაც პატრიოტთა ალიანსის მიერ პოლიტიკურად დასამარებულნი მოაცოცხლე, მოაძლიერე, აფინანსებ და ამ დროს რეალურად პარალელურად ოთარ მართლა ეროვნულებს და მართლა ამ პატრიოტულ ერთობას ებრძვი პირდაპირი თუ ირიბი მეთოდებით ბატონებო. ფაშიზმად არ კვალიფიცირდება ის, როცა მაღაროელების თემა ეხლა უცებ, ან რა დაგვავიწყებს ამას. სამათხოვრო ხელფას აძლევენ და თუ კი რაიმე უკმაყოფილება, ასე ვთქვათ, დაიბადა და სამართლიანადაც მათში და გამოვიდნენ. მიტინგი მოაწყვეს, თავისი გულის ტკენა აღნიშნეს, რაღაც მოითხოვეს და მართლაც აქვთ უფლება რომ მოითხოვონ, რომ მათ შენი ზონდერ ტელევიზიებით ამუნათებ, აბულინგებ, ამარგინალებ, ცდილობ ყოველ შემთხვევაში და უფრო მეტი იჭერ, კაცო. იჭერ 4 ადამიანი დაკავებული ყავთ და რამოდენიმე ასე ვთქვათ, წლით უნდა განამწესონ რა, ასე ვთქვათ, თავიანთ გულაგებში. იცით რა მსურდა მე თქვა კვლავ, ახლა საუბარი აღარ არის ვეტერანებთან თქვენს დამოკიდებულებაზე. გნებავთ ფისკალური კუთხით და გნებავთ არაფისკალური კუთხით და საერთოდ პენსიონერებთან მიმართებაში და საერთოდ ყველაფერთან მიმართებაში. ანუ ფაშიზმი, ეს დიდი ფაშიზმი, რაც დამარცხდა და არათავისით, უფლის შეწევნით, მაგრამ სწორედ იმ ადამიანების საშუალებით, რომელნიც იყვნენ და იდგნენ მაშინ ამ დიდი ქვეყნის უსაფრთხოების სადარაჯოზე.
აი მე მხოლოდ ამის თქმა მსურს. რაც შეეხება ამის კონტექსტით შესაბამისად თუ საერთოდ დღევანდელი დრამატიზმის შესაბამისად მიმდინარე მოვლენებს ბატონებო ჩვენ გვაქვს ხოლმე სიახლეები და როგორც გნებავთ, საიდანაც გნებავთ ბატონოთარ იქიდან დაიწყეთ თქვენი ჭირი. გაიხარეთ. მოგესალმებით ყველას, მივესალმები ჩვენს ტელემაყურებლებს და რადიომსმენელებს. მართლაც ძალიან დიდი დღე არის ეს მთელი მსოფლიოსთვის 9 მაისი და ამ თარიღზე მეტად ჩვენ უნდა გვახსოვდეს მართლაც ის დიდი გამარჯვება, რომელიც იქნა მოპოვებული მაშინ მართლაც ამ ბნელ ფაშისტურ ძალაზე და დღეს მინდა მე მოულოცო ვეტერანებს, რომლებიც სამწუხაროდ ძალიან ცოტა დაგვრჩა, ჩემი მონაცემებით სადღაც ქვეყანაში ჩვენთან დაახლოებით 40 ვეტერანი გვყავს და მინდა ისინი იყვნენ დაფასებული და ჩვენ მართლა ძალიან დიდ პატივს ვცემთ ამ ადამიანებს, რადგან 80 წლის წინ მსოფლიოში სწორედ ამ ადამიანებმა დაასრულეს ომი, სადაც გამარჯვება მათ შორის ჩვენმა ხალხმა მოიპოვა ომი, რომლის შედეგადაც უამრავი ქალაქი და სოფელი დაინგრა, მილიონობით ადამიანი დაიღუპა, სადღაც 50 მილიონზე მეტი. ეს მსოფლიო ომების ისტორიაში მეორე მსოფლიო ომი პრაქტიკულად პირველ ადგილზე დგას. და ეს ყველაფერი გვავალდებულებს, რომ კარგად გავიაზროთ ყველამ რა უსკრულის წინაშე იდგა მაშინ კაცობრიობა და რა შეიძლებოდა მოეტანა ამ მასობრივ ძალადობას, რასობრივ შეუწყნარებლობას და მშვიდობიანი ადამიანების მოსპობას და განადგურებას. ომი არასდროს ჩემო ძვირფასებო არ არის კაი საქმე. ომი ყოველთვის არის უბედურება, ომი ყოველთვის არის სიბინძურე და ომი ყოველთვის არის დანაშაული, რომელსაც მოაქვს ყოველთვის შიში, დამცირება და სიკვდილი. უბედურებამ პრაქტიკულად გვერდი არა უარა, ვიცით ისტორიიდან, რომ არც ერთ სახლს და არც ერთ ოჯახს. და ისიც კარგად გვახსოვს, რომ ტყვეთა ბანაკში აღმოჩნდა ასევე უმაღლესი მთავარსარდლის შვილი იაკობ ჯუღაშვილი. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ომი ყველას პრაქტიკულად ყველა ოჯახს შეეხო. და სხვებთან რაოდენობით, ინგრევის მასშტაბით ამ ომს პრაქტიკულად მსოფლიოში დღემდე ბადალი არ აყავს. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, ფაშიზმის კრახი აუცილებლად უნდა გახდეს მაგალითი ამ ახლად გამომცხვარი პატარა ფიურერებისთვის მსოფლიოში, რომ მსგავს რამესაც მსოფლიო ამათ ასეთ ადამიანებს, ვინცაც აქეთკენ მიყავს საქმე, არ გაუტარებს და ყველა ვინც მსგავს რამ ავანტიურას წამოიწყებს, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა იყოს ის, უკვე არის მსოფლიოში ამის შესაძლებლობა, რომ ასეთი ადამიანები დაისაჯონ. და კიდევ დღეს ასევე იყო ვადევნებდი თვალყურს, მოსკოვში ჩატარდა ეს აღლუმი, რომელსაც ნამდვილად საზეიმო განწყობა არ იგრძნობოდა, იმიტომ რომ ვიცით რა პრობლემა გვაქვს ჩვენ აქ რეგიონში, სადაც რუსეთი ძალიან აქტიურ და უარყოფით როლს თამაშობს და სადაც პრაქტიკულად ვერ მოხერხდა ომის შეჩერება. არც ამერიკის შეერთებულ შტატებს გამოუვიდათ ეს, არც ევროკავშირს. კი ამბობდა ერთი, რომ ერთ დღეში დავასრულებ და უკვე 100 დღე გადის, მაგრამ ეს არ გამოდის. მაგრამ ერთი დადებითი რაც აქვს ახლა დღეს ამ ომისგან უკრაინას, რომ რუსეთმა რაც შეძლო უკრაინის გაერთიანება. ეს ჩვენსავითაა რამოდენიმე ნაწილად გახლეჩილი, ზოგი ეხლა ყველანი გაერთიანებული არიან თავისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის ირგვლივ, ერთ მუშტად არის ეს შეკრული ეს ქვეყანა და ეს პრაქტიკულად ეს რუსეთის ძალიან დიდი დამსახურება შეიარაღების თვალსაზრისითაც დღეს უკრაინას ალბათ ყველაზე თანამედროვე იარაღი და სამხედრო აღჭურვილობა აქვს მსოფლიოში და ესეც
რუსეთის ქმედებების დიდი ფასია დამსახურება. გადახდილი, დიდი ფასია. ცოცხალი რესურსის ფასია გადახდილი და ძალიან დიდი უბედურება. ასევე რუსეთის დამსახურებაა ის, რომ უკვე უკრაინაში ძალიან სერიოზულად საუბრობენ იმაზე, რომ ბირთვული იარაღი შექმნან ან იყოს განთავსებული ამ ქვეყანაში და უარს ვერცვერავინ ვერ ეუბნება, იმიტომ რომ ბუდაპეშტის მემორანდუმი არის დარღვეული, სადაც რუსეთმა აიღო ვალდებულება, რომ უკრაინის დამოუკიდებლობის სანაცვლოდ, ესე იგი და ტერიტორიული თლიანობის აღიარების საზღვრები არ შეიცვლებოდა, მაგრამ ჩვენ დავინახეთ 2014 წლიდან დღემდე, როგორ ყოველდღიურად არღვევს ამ მემორანდუმს ამხელა ქვეყანა და ამიტომ ის პროცესი ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით ესეც აბსოლუტურად რეალურია. ასევე რუსეთის ქმედებით ნატო ვნახეთ როგორ გაფართოვდა აღმოსავლეთით და ორი ქვეყანა დაემატა, ეს არის შვედეთი და ფინეთი, რომელიც პირდაპირ ემიჯნება მომიჯნავე ქვეყნებია რუსეთში. ესე იგი შავი ზღვის ფლოტი იქ პრაქტიკულად რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მე-13 არის განადგურებული ამ ომის შედეგად ბოლო 3 წლის განმავლობაში. ამიტომ შავი ზღვა იქ ბალტიის ზღვა ეს უკვე ისეთი ზღვებია, ნუ ბალტიის ზღვას ხო საერთოდ ნატო თავის ზღვა თulis. იქ რუსეთს პრაქტიკულად შეეზღუდა ასე იგი თავის არეალი მოქმედების. ასევე ძალიან სერიოზული პრობლემებია შორეულ აღმოსავლეთში, ჩვენ დალნი ვასტოკს რო ვეძახით, ეს არის პრაქტიკულად მოშიშვლებული ტერიტორია, მთელი ძალები ახლა რუსეთსაა გადმოსროლილი ჩვენი რეგიონისკენ, ამიტომ იქ იაპონია, რომელიც არის ამერიკის მოკავშირე, იქ რომელსაც პრეტენზია აქვს დღემდე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კურილის კუნძულების ფლობაზე, შეუძლია ალბათ თავისუფლად დაეუფლოს ამ კუნძულს, ისევ უკან თავის ტერიტორიების დაბრუნების თვალსაზრისით და პრაქტიკულად ეს არის რუსეთისთვის ძალიან ცუდი რამის მომასწავებელი. ის რომ ვინმე იფიქრებდა, ახლა კურსკის ოლქში, ბელგოროდის ოლქი რო იქნებოდა დაკავებული, ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ესეთი რამ 45 წლიდან პრაქტიკულად არავის არ ახსოვს, ხო შემოჭრა, არაფერს არ ვამბობ უკვე იმ დრონებზე, რომელიც დაფრინავენ უკვე ყველგან ირგვლივ არა მარტო მოსაზღვრე იმებში, რა ქვია, რაიონებში, რეგიონებში, არამედ მოსკოვამდე მიდიან. დრონების ეპოქაა. კი, დრონების ეპოქაა. ჩემი კლასელია ჩამოსული ხათუნა ტუზბაია, რომელმაც მითხრა, რომ ჩვენ თავიდან გვეშინო და როსტოვში ცხოვრობს. თავიდან, მაგრამ ისე შევეჩვიეთო უკვე ამ დრონებს, ესე ჩვეულებრივი ამბავიო დღეს რუსეთში რომ ესეთი რაღაც ხდება. კი ბატონო. და ამ დრონების გამოყენებას ახლა 9 მაისს აპირებდნენ რუსეთში, ამიტომ იყო შიში, ბევრი პრეზიდენტი სხვა შორის ვერ ჩამოვიდა, არ ჩამოვიდა, ბევრმა რაღაც ესეთი მიზეზები იპოვა, ზოგი ავად გახდა, ზოგმა თქვა რომ ეს დღესასწაული ჩვენ ქვეყანაში გვაქვს ჩასატარებელი და თავი შეიკავა. და მე ვთვლი რომ ალბათ სწორედ შეიკავეს თავი და დღეს მართლაც საერთაშორისო არენაზე ძალიან ბევრი პოზიტიური ცვლილებები არის იმ თვალსაზრისით, რომ მთელ მსოფლიოს უნდა ამ ომის შეჩერება და ალბათ რომის პაპის დაკრძალვა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე იმისათვის, რომ ტრამპი და ზელენსკი როცა შეხვდნენ, სწორედ აი მან ბევრი რამ შეიცვალა ტრამპის ხედვაში, ისე რომ მან განაცხადა, რომ ის აპირებს უკრაინელი ფრინავების გადამზადების პროცესში აქტიური მონაწილეობა მიიღოს, ამისთვის გამოყოფილია ფინანსები, ის აპირებს ასევე ტარიფების გაორმაგებას და სადღაც 500%-იან ტარიფებზე არის საუბარი იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც შეისყიდიან რუსეთისგან ენერგომატარებლებს და ეს ეხება პირველ რიგში ალბათ ჩინეთს, ინდოეთს და ბევრ ქვეყანას, რომელიც აქტიურ მხარდაჭერას უჭერს, აქტიურად უჭერს მხარს რუსეთს. ასევე იქნება გამოყოფილი ასობით F-16 და ამისთვის სჭირდებათ ახლა იქ ის მფრინავების გადამზადება, იმიტომ რომ ის სპეციფიური მფრინავი აპარატია, რომელსაც მართლა სჭირდება ესეთი ცოდნა
და გამოყენებული თუმცა მილიტარიზაცია მხოლოდ დაღუპვას უხადის კაცობრიობას, ეს უდავოდ აღსანიშნია, რომც არ აღნიშნო ეს ესია. კი, მაგრამ როცა არ ესმის ადამიანს, რომ ეს ომი უნდა შეაჩეროს, პირიქით ვან ითხოვა 2-3 დღე და მე ეს ომის გაგრძელებას აპირებს. ეს ასევე ის ლინსი გრემი გამოვიდა ცნობილი კონგრესმენი და თქვა, რომ ახალი სანქციები შემოვა. ეხა რუსეთის მიმართ და ეს შეეხება რუსეთის ფინანსურ სისტემას, რაც პრაქტიკულად დაანგრევს ამ სისტემას სავარაუდოდ, როგორც ის ამბობს და ასევე შეექმნება ძალიან დიდი პრობლემები ამ ტანკერულ ფლოტს და დღეს მსოფლიოში 238 რუსული ტანკერი დაცურავს და ეს თელმა ამერიკამ იცის რა თქმა უნდა სად რომელ წყლებში არიან და სად შეიძლება მათ ესე იგი აუგრძალო კი ბატონო ცურვა. ეს არის მართლაც ძალიან რთული რამ ის რომ სოფლიო ბაზარზე ხა დღეს ნავთობის ფასი არის დაცემული და აქ საუდის არაბეთი რომელიც არის ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი ძალიან აქტიურ მონაწილეობას იღებს და მისთვის ხა იქ ფასების დაგდება არის ძალიან რთულ ამოცანას არ წარმოადგენს ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ ერთი ხაზგასმა გავაკეთოთ ოთარ თუ შეიძლება უკაცრავად აქ ჩვენ მაყურებელი გვისმენს გვიყურებს და რადიო მსმენელიც და აი სანამ თორნიკესთან გადავალ გავიგეთ დიდი დატვირთვა არის დღევანდელ დღეს და საბჭოეთის ასე ვთქვათ მეტნაკლები მემკვიდრე შეიძლება იყოს თუნდაც ამ კონტექსტში 9 მაისის კონტექსტში იყოს დღევანდელი რუსეთიც და არა მხოლოდ რუსეთი მაგრამ ჩვენი საუბარი იმის შესახებ რომ რუსეთს დაასანქცირებენ რუსეთს ეს დაემართება რუსეთს ის მოუვა რუსეთი ესეთ რამეს დამართებს თავის თავს თუ სხვას ეს არ არის ჩვენი სიხარულით მოლოდინი ეს არის ფაქტების კონსტატაცია და ეს არის ტკივილითა და დიდი სიფრთხილით. აი ჩვენი ქვეყნის ზრუნვით ნაკარნახების საუბრები ბატონებო. აქ არავის არ ასურს ერთი ჰეგემონის ჩანაცვლება მეორე ჰეგემონით. მეორისა მესამით და ასე შემდეგ. რამე თუ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეთნოსი, მისი ღვთივ სულიერი წყობით და მართლა ღვთივ გამძლობილი მონარქებით იყო სწორედ იმ ხაზე და ვექტორზე იმ მიმართულებით რაც წარმოადგენდა მართლა სუვერენიტეტს რაც წარმოადგენდა დიპლომატიას რაც წარმოადგენდა დროის მომუშაკებას და ამ შემთხვევაში ღალის გადახდას რომ აქ ქვეყანა მოეძლიერებინა გაედევნა ქვეყნიდან და ემიგრანტად ექცია ქართველი არა პირიქით დაებრუნებია და ასე შემდეგ ანუ ყოველივე ამის გათვალისწინებით საუბრობ ჩვენ რომ ფაქტების კონსტატაცია საერთოდ რაც მოგივა დავითაო ქართული ფოლკლორი სიბრძნით არის სავსე ასეთი რამ დაემართება არა მხოლოდ რუსეთს ჩვენც იგივე დღეში ვართ მეგობრებო რაც მოგვივიდა ჩვენი თავით მოგვივიდა აი ამის ხაზგასმა მსურდა და ვერავით არის პომპეზური 9 მაისები და შეკრებები ვერ უშველის იმ დაანგრეულ ავტორიტეტს რა ავტორიტეტიც დაანგრეა და დღეს მართლაც ბეწვის ხიდია გასავლელი და დიდი ხიდჩატეხილობა დანარჩენ მსოფლიოში აბსოლუტურად რადგან დენთის სუნი იგრძნობა ყველა ქვეყნის საზღვარზე და რაც არ უნდა მოემიზეზებიათ თორნიკე რომ მე ცუდად გავხდი არ მეცალა და ვერ ჩამოვედი 9 მაისს ეს არ არის მართლა დიპლომატიური ზოგჯერ თქმას ჯობს არა თქმასაო მათ პირადად უნდა აღნიშნონ და კუდის კიცინი ევროპის ქვეყნებიდან და არა მხოლოდ ევროპის ქვეყნებიდან რაც არ უნდა მონსტრი იყო ქვეყანა და თუნდაც ეს იყო რუსეთი ორჯერ მეტ მონსტრს ხდის ჩემო ოთარ და ამის გამოც არის რომ ერთი ქვეყნის ბრალეულობა რაღაცა ასე ვთქვათ ცუდი ვითარებისა და მასიური ნეგატივის შექმნის ასე ვთქვათ შემთხვევაში ნამდვილად არ უნდა დავინახოთ ესე ცალსახად გამიგზელდა სიტყვა ჩემო თორნიკე ძალზედ საინტერესოდ საუბრობ ხოლმე და გვინდა თქვენი ხმა მოვისმინოთ მივესალმები ჩვენს ვირფას ტელემაყურებელსა და რადიო მსმენელს განსაკუთრებულად მინდა მიულოცო ეს დღე ომის ვეტერანებს, რომლებმაც თავიანთი სისხლის ფასად დაიცვეს საკუთარი სამშობლო. მაშინ საქართველოს საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი რესპუბლიკა იყო და ეს დიდი სამამულო ომი იყო.
რაც შეეხება ფაშიზმზე გამარჯვებას, უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე იმპერია ერთმანეთს დაუპირისპირდა, მაგრამ გამოკვეთილი იყო გერმანიის ძალიან ნეგატიური და ასე ვთქვათ, ძალიან ხისტი დამოკიდებულება სხვა ერების მიმართ, სხვა რასების მიმართ, სხვა რელიგიური კონფესიების მიმართ და ამ ბრძოლაში ეს ძალა დამარცხდა. და სწორედ ამ გამარჯვებას აღნიშნავს დღეს მსოფლიო. ბუნებრივია, რომ საქართველომ და ქართველმა ხალხმა ძალიან დიდი სისხლის ფასად, ასე ვთქვათ, გამოიჩინა თავი ამ დიდ ომში. უნდა აღინიშნოს, რომ თუ არ ვწდები დაახლოებით 350,000 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა და პროცენტული მაჩვენებლით ჩვენ ყველაზე მეტი ჯარისკაცი დავკარგეთ ამ ომში, დაახლოებით 300,000 ჯარისკაცი დაკარგა შეერთებულმა შტატებმა და წარმოიდგინეთ საქართველოს და შეერთებული შტატების მასშტაბი. რიცხვითაც კი მცირეა და არა პროცენტულად. დიახ. და უნდა აღინიშნოს, რომ ამ ომში ყველაზე დიდი წვლილი სწორედ საბჭოთა კავშირმა შეიტანა, ვინაიდან რომ არა საბჭოთა კავშირი, შეერთებული შტატები, ინგლისი, საფრანგეთი და ევროპის სხვა ქვეყნები ვერ მოახერხებდნენ გერმანიის დამარცხებას, ან ძალიან გაუჭირდებოდათ ამის გაკეთება. და აღსანიშნავია, რომ სწორედ საბჭოთა კავშირის ძალებმა დაღვარეს ყველაზე მეტი სისხლი და ყველაზე მეტი დანაკარგი სწორედ საბჭოთა კავშირს ჰქონდა ამ ომში. ეხლა რა თქმა უნდა მეორე საკითხია ის თვითონ ბოლშევიზმი რა მოვლენა იყო და კომუნიზმმა როგორ განავითარა, ასე ვთქვათ, საკუთარი თავი და რამდენი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მაგრამ ჩვენი წვლილი შევიტანეთ ფაშიზმის დამარცხებაში და ეს რა თქმა უნდა აღსანიშნავია და მე ვისურვებ, რომ იმ მცირე რიცხოვანი ადამიანებისთვის, რომლებიც დღეს შემორჩნენ საქართველოს და ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ისინი საუბარია ომის ვეტერანებზე, მათ მაქსიმალურად სრულფასოვანი საცხოვრებელი პირობები შეექმნათ ქართული სახელმწიფოს მხრიდან. მათ მონაგარს ბატონო ჩემო. რომ მე ძალიან კარგად მახსოვს ერთხელ ქუჩაში მოვდიოდი და შემხვდა ერთი ვეტერანი, რომელიც შემწეობას ითხოვდა, გამოველაპარაკე მას და ასე მითხრა, რომ მეო აბსოლუტურად არავინ არ მეხმარებაო და იძულებული ვარ, რომ ქუჩაში შემწეობა ვითხოვო და ეს არის ძალიან დიდი დამცირება. ასევე აღსანიშნავია თვითონ ვეტერანის როლი. ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი არსებობს პრობლემა იმისა, რომ ვეტერანის პენსიაზე გასვლის შემდეგ მას ექმნება გარკვეული ფინანსური პრობლემები. ბევრი ვეტერანი რჩება საცხოვრებელი სახლის გარეშე, ქუჩაში უწევს მოწყალების თხოვნა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ ვეტერანების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინოს და რაც შეეხება სხვა ომების, სხვა ჩვენი სამამულო ომების ვეტერანებს, საუბარია აქ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში სამაჩაბლოსთვის მებრძოლ ვეტერანებზე, რასაკვირველია, მათაც მაქსიმალურად მე ეხლა არ მინდა რაღაც პოპულისტური განცხადება გავაკეთო და თქვა, რომ აი ყველას უნდა დავეხმაროთ და ასე ვთქვათ, დიდძალი ფინანსური რესურსები შეიძლება ჭირდებოდეს ამას, მაგრამ აუცილებელია, რომ შეძლების დაგვარად რა რესურსებიც გაგვაჩნია, ამ რესურსების გარკვეული ნაწილი მაინც მოხმარდეს იმ ჯგუფს, რომელმაც საქართველოს ერთიანობისთვის დააღვარა სისხლი. შესაბამისად, აუცილებელია იმგვარი პოლიტიკის შემუშავება, რომელიც ვეტერანებს საკადრის, ასე ვთქვათ, დაფასებას მიანიჭებს. აი ეს მსურდა განმეცხადება. კეთილი, მადლობა თორნიკე. პოპულიზმისთვის შეიძლება გაკეთდეს ეს განცხადება, ჩემო თორნიკე და მე ვისურვებდი, რომ პოპულარული გახდეს ეს განცხადება, ამდენად პოპულისტური იყოს. იცით, ოღონდ ხას უსვავ. არა პოპულისტური განცხადება, არა პოპულიზმისათვის. მხოლოდ პირუთვნელი ჭეშმარიტება და მართლა გუწფელი სურვილი, თორე ეს თუ პოპულარული გახდა საზოგადოებაში, ამას რაჯობია მრავალ ადამიანში, რომ ვეტერანი გახდება გულისხმა საყოფი, ასე ვთქვათ, და მის მიმართ ზრუნვა იქნება პოპულარული, სადღაც ვიღაცას რაღაც სინდისი მაინც შეაწუხებს, ზემოთ თუ ქვემოთ და მათი საკითხი დაიძრება. აი ობიექტივის ეთერში ბატონო ბექა ხშირად არის ხოლმე სიუჟეტი, სადაც ქალბატონი
ირმაინაშვილი გამოდის და აცხადებს, რომ არ არსებობს ქართული გვარი, რომელსაც საქართველოსთვის სისხლი არ დაუღრია და მე მინდა გავიხსენოთ ჩემი გვარის წარმომადგენელი, ჩვენ პატარა გვარი ვართ, კივილაძეები, ძირითადად ცხოვრობდით რაჭაში და აფხაზეთში. ჩემი მამა პაპა აფხაზეთიდან გუდაუთიდან იყო და მე მინდა გავიხსენო ჩემი მოგვარე, ჩემი ნათესავი ბესარიონ კივილაძე, რომელიც იყო ძალიან პერსპექტიული მეცნიერი. მან კალამი გვერდზე გადადო და წავიდა ბრძოლის ველზე და სამწუხაროდ ის იმ ცნობილ თვითმფრინავში აფეთქდა, რომელიც რუსებმა ჩამოგვიგდეს და დაიწვა ცოცხლად. ასევე იქ იყო ჩემი ყოფილი ლექტორის ბატონი თამას კარანაძის შვილი, რომელიც ამავე თვითმფრინავში გარდაიცვალა და როდესაც მე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ჩავაბარე განათლების მეცნიერებების ფაკულტეტზე, პირველი კითხვა, რომელიც ბატონმა თამაზმა დამისვა, იყო ეს, რომ შემთხვევით თქვენ ბესარიონ კივილაძის ნათესავი ხომ არ ხართო და მე დადებითად უპასუხე. ამიტომ ყველა გვარმა შეიტანა თავისი წვლილი საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში, ყველა გვარის ძალისხმევა დასაფასებელია და ერთსაც ვისურვებდი ბატონო ბექა. აუცილებელია განათლების სისტემა იმგვარად მოვაწყოთ, რომ არსებობდეს სამხედრო მომზადების კურსები ჩვენი აღსაზრდელებისათვის. საქართველოს საომარ ყაიდაზე მომართული ქვეყანა უნდა იყოს, სადაც ქალის და კაციც უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ ბრძოლაში მიიღოს მონაწილეობა. სრულიად გეთანხმები და საკანონმდებლო ბაზაც უნდა იყოს ადეკვატური, რომ რეალურად ჩვენი საომარი მზადყოფნა დაარეგულიროს კანონმდებლობამ ჩვენი ვექტორების სრულყოფით. ჩვენ მართლა ნეიტრალიტეტი გვსურს, როგორი სახის გვსურს თუ რა გვსურს საერთოდ. ჩვენ მინდა ახლა წავიკითხოთ ნომრები და ტელემაყურებელით შემოუშვათ აუცილებლად ჩვენს ეთერში ზარებით. ეს არის 557 88 5588. ბარემ ვისარგებლებ შემთხვევით და არანაკლებ სხვაზე თუ არა მეტად. ფაშიზმს თანამედროვე ფაშიზმს ებრძოდა და ებრძვის ეხლაც ოღონდ ოდნავ პასიურ მდგომარეობაში და შედარებით მართლა პასიურ მდგომარეობაში ჩვენი თანამებრძოლი და ჩვენი ძმა მეგობარი ჩვენი ლევან ჩაჩუა და მოკითხო აქედან ჩვენს ლევანს გამოჯამრთელება თხოვთ უფალს რომ მალე დაგუბრუნდეს ჯამრთელი რამე თუ მასთან ერთად ბრძოლა განსაკუთრებულად ხნეობის შემატებელია და ბევრი რამის რაც მხედრულ სულს მხოლოდ აღვიძებს და ისი ჭკუაგონებაც. რაც შეეხება თქვენს ნათქვამს, რა თქმა უნდა გეთანხმებით ორივეს. ზარია ეთერში და მოგბრძანდით გისმენთ. გამარჯობა. ჩვენც გილოცავთ. ძალიან ცუდად ისმის თქვენი ჭირიმე, ძალიან ცუდად ისმის და იქნება ცოტა მოშორდეთ ტელევიზორს, უკეთესი იქნება აღმოჩნდეს. ოღონდ არ გათიშოთ ტელეფონი, აი ტელევიზორს რამოდენიმეჯერ მოშორდით მეთქი აღნიშნავთ, შორდებიან ტელევიზორს და ალბათ იქაც ტელეფონსაც თიშავენ, აბა ავტომატურად რატომ უნდა ითიშებოდეს ტელეფონი ტელევიზორის მოშორებასთან ერთად. აბა იქნებ ის ქალბატონი იყოს კიდევ. ისმენთ ზარი შემოუშვით. ალო, გამარჯობათ. გამარჯობათ. დღევანდელ და ჯანმრთელობას გაიხარეთ, გილოცავთ. სამწუხაროდ ფაშიზმი დამარდა, საბჭოთა კავშირმა, რასაკვირველია საბჭოთა კავშირის დამსახურებაა ეს. ამერიკას საერთოდ არ ფიქრობდა ამაზე და ბრიტანეთი და ბოლოს როდესაც დაინახეს რომ უკვე იგებდა საბჭოთა კავშირი მერე დაეხმარნენ ხო ფაქტი ხო ესეა მაგრამ იცით რა თქვენ მართალი ბრძანეთ დენთის სუნი ტრიალებს და ის კი არა ბირთვული ომის სუნი ტრიალებს და სამწუხაროდ საქართველოს არ დაეხვის აი ამ ომში ძალიან დაძაბული სიტუაციაა ამერიკა უკვე გადაუდგა რუსეთს პირდებოდა რომ დაგეხმარებოდა ამ მომაცვიზამო ყველანაირად შემწყვიტავო, მაგრამ მოატყუა თავისი ამორჩევლები, ესე გამოდის ტრამპმა და მთელი მსოფლიო მოატყუა, ხო? ამიტომ რადგან ამერიკა უკვე შეეკრა გერმანიას, ბრიტანეთს და უთხრა მე ისე გავაკეთებ როგორც თქვენ დიდად, მას უნდა რუსეთის განადგურება, ხო? ეს ფაქტია, მთელმა მსოფლიო მიცის და აი ის რომ ლიბერალური ფაშიზმი მძინარეს თელს ევროპაში და ამ ევროპელებმა იცით არ გამიწნაწყედეთ ოღონდ აი ამ უმადურმა ხალხმა მე პრორუსი არა ვარ უბრალოდ ამბობ ის რაც ევროპაში ხდება ეხლა სამწუხაროდ ამ უმადურმა
ხალხმა, თუნდაც პოლონეთმა, თუნდაც ბალტიის ქვეყნებმა ფაშიზმისგან გაანთავისუფლეს, იგივე საფრანგეთი, იტალია, მუსოლინისგან და რასაშინელება ტრიალებდა ევროპაში, ხო, ამ ფაშიზმისგან და გაანთავისუფლა და ეხლა რუსეთს ებრძვიან და სხვათა შორის ამერ სტალინის იმას წარმეთყველებდა, რომ ეს ასე მოხდებოდა გარკვეული დროის შემდეგ. და ეხლა ებრძვიან რუსეთს. აი რა დაუშავა ეხლა რუსეთმა ევროპას, ან ამერიკას რა დაუშავა? რა დაუშავა უკრაინამ რუსეთს? ისრაელს გერმანიამ გაუკეთა მთელ მსოფლიოს. პირველი მსოფლიო ომი გერმანიამ დაიწყო, მეორე მსოფლიო ომი გერმანიამ დაიწყო. საფრანგეთმა ნაპოლეონმა გაანადგურა ხო თავის დროზე რუსეთი, მაგრამ რუსეთმა მაინც გაიმარჯვა, ხო? აქ უკვე ხელი ურევია და ღმერთი ეხმარება ამ ხალხს, ხო? ასე რომ ფაშიზმი დიდი კითხვა. იმაზე უფრო საშინელი ფაშიზმი ვიდრე იყო აი თუნდაც ჰიტლერის ფაშიზმი. გასაგებია, კითხვა გავიგეთ და თქვენი მოსაზრებაც. ჩვენ მადლობის მეტი არაფერი დაგვრჩენია თქვენს მიმართ და ძალიან მოკლედ გიპასუხებთ. უდავოდ სტალინი იყო დიდი ფიგურა. ოღონდ ის წინასწარმეტყველი არ იყო, ეს ერთი. რაც შეეხება პოლონეთი ახსენეთ, სხვადასხვა ქვეყნები, რომ რაღაც უმადურობაზე საუბრობდით. აი, უფრო კრებსითად რომ შევხედოთ, ყველა თავისი ქვეყნისთვის იბრძვის. გარდა ჩვენი ქვეყნის მესვეურებისა საუბედუროდ. აი ის რუსეთიც, რომელიც ძალიან ბევრს არ მოწონს თუ ძალიან ბევრს მოწონს, თავისი ქვეყნისთვის იბრძვის ავად თუ კარგად. ჩვენ გავიგეთ რა ტოლერანტულიერიცა ვართ, მაგრამ ეხლა ტოლერანტობა იმდენად სიბრიყვეშია გადასული და იმდენად მანქურთულ პოლიტიკაში და საკუთარი ჯიბის გასქელებაში, რომ რეალურად კონტექსტი ჩვენი ქვეყნიდან რომ დავიწყო და აი ასე თქვათ მაგალითისთვის მოვიყვანოთ, არ გამოგვადგება. უშუალოდ ევროპაში ჩაისახა ფაშიზმიც, ბოლშევიზმიც და ლიბერალიზმიც. ასე რომ თქვენ უმადურობად ამ კუთხით ნუ შეხედავთ, იცით? რეალურად ამ ადამიანების მენტალობაში ძევს. საერთოდ დასავლეთ ევროპა განსაკუთრებულად დაღდასმულია არასრულფასოვნების კომპლექსით, ვიდრე აღმოსავლეთ ევროპა. რამე თუ ისინი დამპყრობლები იყვნენ და ისინი კოლონიზატორები იყვნენ და კოლონიზატორის ფსიქოლოგია ყოველთვის დაღდასმულია. ზარია ეთერში. ჩვენც გილოცავთ. დიახ. რა ხდება? ტექნიკურ ჯგუფს ვთხოვ რომ ცოტა გაასწოროს, ან თქვენ ცოტა ხმამაღლა გითხარით თქვენი ჭირიმეთ. გისმენთ? მადლობა მოუხადოთ ამ პიროვნებას, გილოცავდა და ჩვენც მოგილოცავთ უკაცრავად, რომ ჩვენი ბრალეულობა არ იყო ისე გაიტიშა. დიახ, საერთოდ მე ამ ქალბატონს მინდა მივმართო. ჩვენი ქართველების პოზიცია ნებისმიერი იმპერიის მიმართ უნდა იყოს შემდეგნაირი. ჩვენ უნდა გქონდეს ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესები, რომლებიც უნდა დავიცვათ და ნებისმიერი იმპერია, რომელიც ასე ვთქვათ, აი ამ სახელმწიფოებრივი ინტერესის დაცვის საშუალებას მოგცემს, უნდა იყოს ჩვენი მოკავშირე, მაგრამ ჩვენი იმედი და სასუება უნდა ემყარებოდეს უფალს და საკუთარ გარჯას. დიახ. ზარია მოგძანდით. ალო. დიახ. გამარჯობათ. დიახ, გვესმის და ისაუბრეთ. ბატონო. გამარჯვების გილოცავთ გამარჯვების. ჩვენც გილოცავთ, ჩვენც. რატო? ცენტრალური ტელევიზიები, ჩვენი ტელევიზიები, რატო აღმოჩნდნენ? აი ჯიბესიანა, გამარჯვების ერთი კინოფილმი არ გაუწევთ. ერთადერთი ჯარისკაცი სამაგალო. რაღაც ხარვეზეა მოსმენაშიც და რა ვიცი, ზარის განხორციელებაშიც და თქვენი ხმაც ხარვეზებით ისმის, ჩვენ იქნებ ადგილი შეიცვალოთ. მადლობა ზარისათვის და ბოდიშსაც ვიხდით, რამე თუ ტექნიკურად ხდება, ხო არის მოდა. ჩვენ მადლობას გიხდით მოლოცვისათვის და იმ კითხვაზე, რა კითხვაც ყველამ გავიგონეთ, რომ მოვისმინეთ,
რომ რატომ არ ხდება ცენტრალურ ტელევიზიებში მსგავსი რამ და თუნდაც ერთი ფილმი არ გაუშვიათ, ამაზე პასუხი დიდი ხანია გაცემული აქვს ობიექტივის ტელევიზიას. სადაც პირუთვნილად უპირველესი ნიშა ბევრ სხვა ღირსებასთან ერთად არის ობიექტურობა, არის სიმართლე, არის ეხლა როგორ შეიძლებოდა გვერდის ავლა 9 მაისის თარიღთან დაკავშირებით. ამ თარიღის მიმართ, ხომ? აქ რაც სათქმელია, სწორედაც ის გეზი აქვს ამ სტაფს, თვითონ ტელევიზიის პროდიუსერებს და პოლიტიკა ტელევიზიისა არის შესაბამისი. აი როგორც მე თუ გინდათ თავი მომჭრან, ტანი გახდეს გასაბერად, ვინც არ აღგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად, როგორც სულნათი მართლა გურამიშვილი იტყო და აი ეს დევიზი აქვს ერთ-ერთ დევიზად, მთავარ დევიზად ობიექტივის ტელევიზიას და ამიტომ არის უპრეცედენტო ბევრი რამ ინოვაცია მისგან. თუნდაც ეს რომ ზარებს ასე ღიად ვიღებთ. დიახ, მოგზანდით, გამარჯობათ. გამარჯობა. გამარჯობა. ესე იგი პირველი საკითხი სტალინის საკითხია. მე მგონი რომ ეს კითხვის მისთვის გვეთადა საკითხი. იმიტომ რომ ეს ვიდეოც კი არ არსებობს იმისი პატიმრობისა და გერმანელების შეეძლოთ ეს ყველაფერი გადაეღო და მაშინ ეს დოკუმენტური ფილმი ძალიან მუდაში იყო და აცენებდნენ და არაფერი მაგის დავსი არ არის. მეორე რაც შეიძლება სტალინ და შამანები ეს თალკეთება არის და თვითება ვიზიტება ისიარო შამანები მესინგი კულტურის უძველეს პარტიკულარებდნენ დიდბელარი ესე იგი ეხლა მესამე საკითხი ესე იგი მე მიმაჩნია მაინც რომ ხალხოვნა სერიერული კულტურაობა უნდა მთელი ლექტორი გადავიდეს მონასტერში თორე დადის დრო და თანდათანაც იწდება ეს ყველაფერი. დიახ, მადლობთ. აი მესამე პუნქტიდან დავიწყებ და მესამე პუნქტში მართლა წერტილმძიმეშიც დაგეთანხმებით, რომ ის ერი ვარ ჩვენ რომელთაც მონარქია არ დაგვითმია და წაგვართვეს და მონარქია ჩვენგან ეს ღვთივსულიერი წყობა აღსაღდგენია და უფლის შეწევნით ეს აღდგება ყველა პატრიარქი განსაკუთრებით ჩვენი ილე მეორე მუდმივად ამას ქადაგებს და მრავალი წმინდა მამათა გარდამოცემა ნაწილის წინასწარმეტყველება და ასე შემდეგ ინებოს უფალმა ამ დემორალიზებულ ხანაში როგორ მოხდება ეს ძნელი ამბავია თუმცა რაც დაწერილია და რაც ნაწინასწარმეტყველებია შესრულდება. რაც შეეხება შამანებს, რაღაც მკითხაობებს, მე მგონი მსგავსი რამ თქვით, რა გითხრათ, აბა, ჩვენ სხვა არგუმენტებიც გვაქვს. თქვენ ბრძანეთ, რომ სატელევიზიო რაღაც დოკუმენტალიკა არ არსებობს, დოკუმენტალისტიკა იაკობთან დაკავშირებით. მე იმასაც გეტყვით, რომ რაც არ უნდა, მე არ ვამბობ დადებით პერსონაზე და უარყოფით პერსონის, ასე ვთქვათ, დიფერენცირებაზე, არა, როგორიც იყო, ხომ იყო მკვეთრად გამოხატული. მას ყავდა უდაოდ მრავალი მტერი. არა მხოლოდ გარეთ, კაცო, შიგნითაც. მის თავს რაც ხდებოდა, ეს დოკუმენტალისტიკა, როგორ ფიქრობთ, განადგურებული არ იქნებოდა, მრავალი რამ არის განადგურებული, ზოგიერთი რამ ზეპირი გადმოცემებით ვიცით ჩვენ. იყო იქ. და იაკობის შესახებ აქ არა მხოლოდ საბჭოეთი, არა საბჭოეთიც კი ამას საუბრობს, რა გითხრათ, აბა? ეს არის ფაქტი და ცნობილი ამბავია. აი, ვინმეს ეწყინება თუ არა ეს ფაქტია. ზარია. წითელი ჯვარი აპირებს გაცვლასო. და გავცხოვოთ თუ არა. ილოცავ ფორანდერს. ალო. დიახ, ეთერში ხართ. ჩვენც გილოცავთ, ქალბატონო, გაიხარეთ. ადამიანებს ეს უკან დენდა და ხრაპრინცესო. ხრაპრინცე, ორი ლამი მომდაიმეთა მთავრობა. ამიერი. ხერხემან დამტრეული, გადის მოტანული ფალსი. ორი ლარი მომდაიმეთა. ორი ლარი რა? მე არის სპეციალურად ასე რომ გავხარეთ რუსები და ეხლა ძირითადი თავობა. კი, ხრაპრინცესო დასინელ დონემდე მისვენი თავობა, იმიტომ რომ რუსები იმპერი გადავახტეს. ამას უნდა მისე, რა თქმა უნდა, 2000-იან 100000 ვარა. მე ჩინელები ვარ.
ყველგან ვიქოცებით, ამლები არ აგვარ. არაბინ არ კითხულობთ, ტრაპრეს ამალითარებებს მიერ. უფასო, დანდაცვა მალითარებებს მიერ. მაგრამ თქვენ ეს რუსული მართლა ტექნიკურად ენერგეტიკულად მე უსწავლეთ გევარ და სამადაში გაიწევი მომწონს. ევროპის პოპულარული ძნამთავრობა მაბათმეთ გამოწვით, მაგრამ ეს რატომი ესწავლობა ასლა გამოვიტანეთ ჩვენ სტრატეგიებმა რომ რუსეთის გაყრიში დის რევანდელი მთავრობა, რევანდელი რუსული მთავრობა. ეს არის მიზან მიმართული 9 აპრილის წინააღმდეგ. ორგანი არ ქონდა პროექტია ჩვენზე. კი ბატონო, მადლობა. როცა გამოგდანდები ძალიან ხო. ვეტერანებთან ერთად ჩვენი ხვარცისადმით და ძალიან ხო. აუცილებლად მოიაზრებით ყოველთვის, ქალბატონო, ყოველთვის მოიაზრებით თუ მკვეთრად ყოველ გადაცემაში არ აღვნიშნავთ ამას, ეს თქვენ არ უნდა გეწყინოთ და თუ გეწყინებათ, მაინც მიუხედავად იმისა, რომ დამნაშავე და არ აღვძნობთ თავს, თქვენი წყენინობის გამო მაინც შეგვიძლია ბოდიში მოგიხადოთ, თორე როგორ შეიძლება თქვენ ამ კონტექსტში არ მოიაზრებოდეთ? თორნიკე შეგიძლია უპასუხოთ? ძალიან ცუდად ის მოდა. 9 აპრილი იყო დღე, რომელმაც ფაქტობრივად განსაზღვრა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვება და დაბრუნება და მე მესმის ამ ქალბატონის გულის ტკივილი, მაშინ როცა ყავს აი ამ ისტორიული მოვლენის, ამ ისტორიული ფაქტის უშუალო ჯარისკაცები, რომელთა ზურგზეც გადაიარა აი ამ დიდებულმა და ამ ძიმე დღემ, რასაკვირველია, ხელისუფლების მხრიდან აუცილებელია, რომ ამ ხალხს ჰქონდეს უფასო ჯანდაცვის საშუალება. პატიმარი ირაკლი დოკვაძე არ ებრძოდა ფაშიზმის მსხვერპლი არ არის? მე რამდენი წელია ეს პიროვნება და რისთვის იმყოფება ციხეში? მე რამდენი წელია? ეს ფაშიზმი არ არის? თავზე როა შემოდებული მისი საქმე. უბრალოდ ფორმატის შეცვლა აღარ მსურდა ოთარ, თორე რეალურად დღეს იდეოლოგიური ტყვიამფრქვევი უწოდე, ბევრჯერ მithქვამს, აი იმ დაუშვათ ხმლისა და ტყვის ეპოქა დამთავრდა, ხო? თითქოს თქვათ ასე. მაგრამ უფრო გაცილებით საშინელი ეპოქაა, ხო? აქ არც სისხლისღვრასერიდება კაცობრიობა, რომელი კაცობრიობა, კაცო ძმა-ძმას წირავს. აგერ ჩვენთან ამ ღვთის დედულეთში რომ მიწებს ასხვისებთ და თქვენს პრივატიზაციაში ხედავთ მთელ ჩვენს წიაღისეულსა თუ სიმდიდრეს, ტყეს, წყალს და თქვენს დერეფნად გაქვთ მოაზრებული და რეალიზებული. ეს ფაშიზმი არ არის? ბატონებო, 3 წუთი გვჭება ახლა გვანიშნებენ და აქვე მინდა ვისარგებლო მე დამიკავშირდნენ ჭიათურიდან, ჩვენ გქონდა საუბარი და უკავშირდით ერთმანეთს და შაბათისთვის, აი ახლა ხვალინდელი დღისათვის ჭიათურაში თუ არ ვცდები კულტურის სახლში თუ რომელიმე შენობაში ეს არ არის საიდუმლო დაინტერესებული პირი ყველა შეიტყობს, იკრიბება ჭიათურის საზოგადოება, მთლიანად ქალაქი. პედაგოგი, დიახ, პედაგოგი, ექიმი, ვექილი, ყველა აბსოლუტ მაღაროელი და ასე შემდეგ. რამე თუ ჩალით არ არის ეს ქვეყანა გადახურული ოთარ. ის მუნიციპალიტეტი, რომელსაც ამხელა რეზერვუარი, ამხელა დიდი წიაღისეული გააჩნია, მას და არანაირი წვდომა, არანაირი სახარბიელო მას არ შეხებია პირიქით ნადგურდება არასწორი მოპოვების ტაქტიკით. ამ რადიოაქტიური ნივთიერებების მართლა სახეში შეყრით, ჭიათურელებს სახეში აყრიან ამ ყოველივეს, ამიტომ ნადგურდება ინფრასტრუქტურა არა მხოლოდ, ნადგურდება სოციალური რესურსი, ადამიანები ავადდებიან. ამ ყოველივეს გათვალისწინებით, ამ ადამიანებს აქვთ უფლება მიუხედავად იმისა, რომ აქ შრომის კოდექსია და კანონმდებლობა წირამალაა, აქვთ უფლება რომ გამოხატონ თავიანთი, ასე ვთქვათ, ხმამაღალი სიტყვით თავიანთი მოწოდება, მოსაზრება თუ როგორ დაგეგმონ ეს ყოველივე და ჩვენ ბოდიშს ვიხდით, რომ დღეს და ხვალ ჩვენი მოტივაციებიდან გამომდინარე და ვიცით რაც არის, რომ ვერ უერთდებით და ახლო მომავალში იცოდეთ ყველამ, არა მხოლოდ ჭიათურლებო, არამედ მთელ ქვეყანავ, სადაც კი
ასეთი უსამართლობა იქნება, იქ რა თქმა უნდა ყოველთვის იქნება ამ ეროვნული ერთობის თითოეული ჩვენთაგანი თუ არა ნაწილი მაინც წარმომადგენლობისა. სიტყვით, საქმით, საინფორმაციო მხარდაჭერითა თუ ასე შემდეგ. მრავალცხრამაის მოსწრებოდეთ, ჩემო ქვეყანავ, გაცილებით წელსში გამართულნი, ფაშიზმ დამარცხებულნი, სადაც არ უნდა გვეგულებოდეს იქ და უფლის წყალობა არ მოგაკლოთ ღმერთმა. მადლობა ყველას და ჩვენს, რა თქმა უნდა, ტექნიკურ ჯგუფს დღევანდელი ჩვენი ეთერისათვის.